ადამიანის ზოგჯერ ფიქრებში მონსტრებს წარმოიდგენს და ეს მონსტრები მასში რეალურ შიშს იწვევენ. იმიტომ რომ ჩვენი მოგრძო ტვინი, რომელიც არის აი ამ ინსტინქტების, ასე ვთქვათ, წყარო, ვერ არჩევს რა არის წარმოსახვა და რა არის რეალობა და ის იძლევა იგივე რეაქციას. და დღეს რა ხდება? ადამიანი შეიძლება ოთახში ზის, ზუსტად იცის რაციონალურად, რომ აქ მგელი არ იქნება, მაგრამ მის ფსიქიკაში იმდენი წარმოსახვაა და თან ეს წარმოსახვები იკვებება ზუსტად აი ამის გამო, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია, ჯანსაღი გარემო თითქმის არ არის. მოწამლულია ის და გადასარევად ქმნის ეს მოწამლული ფსიქიკა და ორგანიზმი, რა თქმა უნდა, აი ამ საშინელ ფიქრებს, სიმბოლურად. და ამ ფიქრებთან ზის კიდევ უფრო იწამლავს თავს და აი ამ წრეზე დადის, რაც არის ძალიან მტკივნეული გამოცდილება, რაც უფრო მალე მიიღებს ადამიანი გადაწყვეტილებს, რომ აქედან გამოვიდეს და ნაბიჯები გადადგას, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება ის და მით უფრო ადვილი იქნება გამოსვლის პროცესი. ამიტომაც Everyways პლატფორმაზე მე და ჩემმა თანაგუნდელებმა გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს აგვისტოში, კახეთში, ძალიან ჯანმრთელ გარემოში, ბუნებაში ჩაფლულ ადგილას, სადაც არის სიჩუმე და არ არის ქალაქის ტოქსიკურობა, შევქმნათ ზაფხულის აკადემია, სადაც მთავარი საგანი, რასაც შევისწავლეთ, იქნება კომუნიკაციის უნარის დახვეწა.